დილამშვიდობის ხალხნებო როგორ ახართ? მე დაკარგული გამოჩნდი. ეხა ავდეგი, რომელი საათია? 20 წუთი? ოი, 20 აკლი. აქ 20 წუთია. სარკის ეფექტით. როგორ ხართ? რა შვებით ხალხნებო? პირის დაბანის რიგს ველოდები დაბლა. და მაგარი. ხოდა. მანამდე იქნება მოვასწრო, მეთქი ცოტა ვიდეო ჩავწერო, იმიტომ რომ გუშინ წინდილის მერე არ გამოვჩენილ ვარ, ხო? ეგრე იყო? ხო, სამშაბათს ხარ მუშაობ მაშინ და ძალიან სივირე გამომივიდა სამშაბათს. რაღაცები ცოტა გავაკეთე, მაგრამ 3 საათზე გადავწყვიტე, რომ გუშინ წინ რა ისა შაშან წინა კვირას ხო რამდენჯერმე ვთქვი, ხინკალიზე ბავშვებს გავუკეთებ მეთქი და მე სხვა იდეა გავაკეთე იოლი რაღაცა, პიურე რაღაცა და 3 საათზე გადავწყვიტე, რომ ხინკალი გამეკეთებინა და დავიწყე ხინკლის გაკეთება ხალხო. სადაც 1 საათი მოვუნდი, მაგრამ აი რა ძალა მედგა. ესე ხო ვიჭიქ ფეხი აქეთ მედო. ხო და ისა. გავუკეთე მაინც და რო ამოვედი დაახლოებით რასან მივალაგე ის ხინკლიანების ყველაფერი დავრეცხე, გაზიან ყველაფრიანად გავწმინდე და დაახლოებით 5:30 იყო, რომ ახლა მოველი მაღლა, მაგრამ კარგად გამოპრუტუდებული ვიყავი. ხა გადავიღე ვიდეო. მე გუშინ ვიმუშავე და აი ესე სხვადასხვა გუშინ მთელი დღეს მანძილზე კარგად ვიმუშავეთ და რომ მოვედი სახში, ფეხი ძალიან აი არა ოდნავ ვგრძნობდი, რომ თავისთვის რაღაცა მივლიდა თორე. ანუ არ დამღლია რა მაგას გუშინ პირველად. ამდენი ხნის მანძილზე, ანუ რავი, თვეზე მეტია გადაბმულად მტკივა და გუშინ არა. ანუ ძალიან ის ლაიდად. ოდნავ, ანუ არ შეუწუხები ვარ. დღესაც ვმუშაობ და რომელ საათზე მოვალ გვიან ალბათ, რა ვიცი, გუშინაც ხინკალს ვაკეთებდი და 9:30 იყო სახში რომ მოვედი. დღესაც ხინკალი უნდა გავაკეთოთ, 2 ტორტი კი არის. ხო და ისა. არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ მე ვიდეოს ჩაწერასა და მინდოდა რა, ანუ რაღაცნაირად რომ ვერ ვახერხებ ხოლმე YouTube-ზე შემოსვლას, ხო, ისა მე ძალიან მენერვიულება ხოლმე, მაგრამ ეს თვეც გავქაჩოთ. მე გული გამიხეთ კატამოვით. ჩიმოლამაზო, კატებს აკრძალული აქვს ოთახში შემოსვლა. ძალიან კაი ამინდია, აღარ არის სიცივე, ცოტა ხნით რო ვუშვებდი ხოლმე და შენ გაგამწარებ მაგ თვალებით რომ იყურებ ახლა. ეყოფათ, იმიტომ რომ ზაფხულში ღია იყოს ფანჯარაც კარებით და ვერ მოვიშვებთ, მაგას უნდა მივეჩვიო გარეთ ყოფნას. ხო, ეს თვე მოკლედ გადავაგოროთ მარტი და მე ჩავწეროთ ხოლმე ტრადიციულად უსაქმურები ვიქნებით, მკვდარზე მეტი დრო მექნება და ვიდეო ჩავწეროთ ხოლმე. იმიტომ რომ სახში ვჩები და სამსახურს ვამთავრებ. გუშინ 2 საროჭკა მივიღე ხალხნო უკვე დასახატად. ვერ დავხატავ ჯერ დღეს ხვალ ზეგ. არ ზეგ შეიძლება. იმიტომ რომ ისა შავი ფერი არ მაქვს, პიგმენტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ რომ კარგად გამოვიყენო ხოლმე და უნდა ვიყიდო საწახვედი შავი ფერის გუაში. შესაბამისად ფერებიც უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ შავი ფერის გუაში, რომელსაც მე ვხმარო, რუსულია. ანუ არ არის ცალკე რა და ამიტომ ყველაზე პატარა შეფუთვასაც ყიდულობ ხოლმე 6-იანია თუ 8-იანი არ მახსოვს. თუ 6-იანია და რვალ არ ამდეგისა იქ. და ლაკი. ხვალე მიდივარ ბაზრობაზე მაგის გამო, გუაშის გამო, ლაკის გამო. შესაბამისად ვიყიდი ფეხსაცმელსაც წინაზე რო გითხარი რომ მქონდეს, რომ ან თბილისში წავალ რაღაცა და ერთი წვილი, ანუ ბოტასი და ტაპკი არ ეგენი მაქვს. აი რაღაცა რბილად სასიარულო ფეხსაცმელი, ტუფლიც არის. ნუ რა ვიცი, უგებივით ოღონდ რავი მაგ სტილის რა. და კიდე რაღაცა უნდა მეყიდა. ხო, ნინო ლაშამა და ნინოს წაბოლენ. მამამ უნდა უყიდოს ნინოს ფეხბურთის ატრიბუტები.
ანუ რაც აცვია ესენი. ეს არ არის ფეხბურთის, ეხა სპორტულ სტილში კია, მაგრამ ეს სირბილის დროს ეხსნება. ხო და ამიტომ ეგ უნდა უყიდოს. აი მე ლაშას ველოდები რომ გამოვიდეს იმიდან, კრანიდან, წყლიდან. ახლა შევიდროა. საჭმელს არ ვაკეთებ, ხა ყავას ამოვიტან თან და დავლევ, საჭმელს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ისყიყარი ხო გავაკეთე. პარკში დავასათითოვე, თუ როგორ უნდა ვთქვა, 15 და რაღაცა ლობიოც არის მე მგონი კიდე დარჩენილი, ხო და რო ადგებიან ბარბარეს ვეტყვი როგორ მოხარშოს და დადგებიან და შეჭამენ რა. სანამ მოვალ და მე ხვალე სახლში. არა ვარ სახლში რომ მოვალ. ძალიან საყვარელი ნახატები უნდა დავხატო, ხალხნო. შესაბამისად ეს ნახატები თავის ფერებიდან და სირთულიდან გამომდინარე არ არის 30-იანი და 35 ლარიანი. ვერი რომ წერს ხოლმე მეუბნევიან რომ 30 ლართ არ გამოვა და არც არაფერი პრობლემა არ ქონიათ, იმიტომ რომ ვინც იცის რა სირთული აქვს, არაფერს არ იძახ. პირველი ნახატი იქნება ეს, სავარაუდოდ, არ ვიცი რომ აი ეს, აქ რა წარწერაც აქვს, ის უნდა ზემოდან ეწეროს. ეს უნდა გქონდეს წინა მხარეს კალთაზე. მეგობრები არიან და ერთნაირს იხატავენ ეს წინა მხარე კალთაზე და ეს. ეს არის ერთი საროჭკის და შესაბამისად ფასიც ერთი იქნება. და აი ეს რაპუნცელის აი ეს კადრი ბევრი ფრანებით ძალიან ლამაზი გამოვა. ესეთი არ დამიხატია. ცოტა აი რო ვაკვირდებოდი, ანუ რა არის შემდეგ შეიძლება ფერის დადება, ძალიან ლამაზი გამოვა რა. მოკლედ. ეს იგივე და ესეც საყვარლობა ნახატებს დახატა მომწონს. ხო და ანუ აქ მაქვს საროჭკებიც. ორივე საროჭკა ჯერ არ ვეხები, შიგნით სახელი და გვარები დევს. მე ავიღებ ცალკე ფურცელს, ჩავწერ, რომ ანუ წინაზე იყო ხოლმე, რომ შარშანაც არა, შარშან ძალიან ორგანიზებულად ვაკეთებდი და შარშანწდა. და იმის წინ მავიწყდებოდა ვისი იყო, ანუ არ ვიწერდი ხოლმე რა. და ეხა სკრინებს ვინახავ, მაგალითად ვისებიც არის ხა დავსკრინე. მე ხატვას რო დავიწყებ, ამოვიღებ ბლოკნოტს, თითო ფურცელი, პატარა ფურცელი განკუთვნილია, რომ რა საროჭკაზე რაზე რიბას ვხატავ, ამოვიწერ ხოლმე მესენჯერიდან, რომ მე აღარ ვეძებო და მე ხან ხარ რომ მესენჯერის მონაწერს კარგავ. აი ვიტანჯებოდი ხოლმე. ხო და წელს გადავწყვიტე, რომ თანხაც ცალკე მოვაგროვო. რადგან ესა ამ თანხით მინდა რომ პატარის კარადა ვიყიდო. ნუ ანუ ისეთი რომ საძინებელში დავდგა და გამოვიყენე. ასაცმლისთვის, რავი, პამპერსის, ყველაფრისთვის, აი მეგობრებო. ჯერ კიდევ ვერ მაქვს გააზრებული რომ ყველაფერს ახლიდან ვიწყებ. მაგრამ აი ჯერ ხო ვფიქრობ რა, ანუ გავიფიქრებ, რომ ვიტყვი, რომ გაირო, აი ეხა ესე უნდა იყოს, ისე მე ღამე რაღაცა ტირილი, აბა რომ სურვილი გაქვს ფანჯრიდან გაისროლო, ეგ მომენტი და კიდე მგონია რომ ანუ ჩემ თავს არ ხდება ეგ. დაახლოებით 18 კვირის ვარ. 4 თვე დავხურე, ესე გამოდის კი. რაღაცა როგორც არის შეგრძნებები მაქვს ის, აი როგორც მუცელში პეპლებმა გაიარო, ეგეთი რაღაც, ანუ მკვეთრი მოძრაობა არ მიგუძნია ჯერ აი ხელს რო დაადებ და ხელზე რო გაქვს ესეთი ის ყველაზე საოცარი შეგრძნება ეგ და აი მაგას ველოდები რა და ანუ ეგ მომენტი რო არ მქონია ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რომ ეს ანუ ისევ ჩემ თავს ხდება, ისევ ახლიდან, ისევ 12 წლის მერე, ნინო 12-ის ხდება რა და 12 წლის მერე ისევ ეს ყველაფერი უნდა გავიარო.
რომელმაც აი ყველაფერი გავაჩუქე, რომ მეთქი всё და სამი შვილი მყავდა, შევეგუა მაგ იმას და აი ასე. ხო და ამას ხო ვფიქრობ, გავიაზრებ რაღაცა. ჯერ ხო ვერ ხვდები, რომ ვერ ხვდები რა ვერ ვითავისებ, რომ აი პირველი შვილი რო გყავს ადამიანს და აი მაგალითად ივანე რო ხელში დავიჭირე, რომ დაიბადა. ჯერ კიდე ვერ ხვდებოდი, რომ ის ჩემი იყო. აი ეგ მომენტი მაქვს ახლა. ხო და ამ ყველაფერს რო ესე გავიფიქრებ ხოლმე და რაღაცა მე ერთი სული მაქვს, რომ გავიდეს ეს პერიოდი. ჯერ ეს ხო პერიოდიც კაია, ძალიან კაია. ხო და ისა. რომ აი ის პერიოდი რომელიც უკვე მეზარება, ეგ დავიწყო. აი არ ვიცი, ძალიან სასიამოვნო ეს არის რა მომენტი რა და გოგოებო, რომელიც ვინც ამ მომენტს ნატურალობთ, ვიცი რომ ხართ, სამწუხაროდ არსებობთ იმ ხრივ და იმ გაგებით ვამბობ, რომ ცდილობთ ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს შეგრძნება თქვენთანაც, თქვენ ოჯახშიც იყოს და რაღაცა ღმერთს ვთხოვ, რომ მალე აღსრულებოდეთ. ღმერთს ვთხოვ, რომ აი ეს რაღაცა ენით გამოუთქმელი გრძნობა, რომელსაც დედა გრძნობს ფეხმძიმობის დროს, თქვენც მალე გქონოდეთ და აუცილებლად გექნებათ. აუცილებლად გექნებათ უფლის წყალობით, უფლის მადლით მართლა გექნებათ. აი ბევრი ყოფილა რომ აი თითქოს რომ ხელი ჩაუქნევია ექიმებისგან, რა ვიცი, მოკლედ რა, აი ჩვენც აქ იქეთ ჩემი მაზლიშვილი მარიამი რო დაიბადა, რომ ანუ ექიმებისგან всё ჩაიქნიეს ხელი, ანუ არაფერი და აი ესე არსაიდან 11 წლის მერე მარიამი დაიბადა, რომ ანუ წესით არ უნდა დაბადებულიყო, ანუ ექიმების თქმით და მის შემდეგ აგე დამიანეცავთ. ხო და ანუ ის რომ ხელი ჩაიქნიოთ იმ ხრივ რომ არა კაცო რა ღმერთი რა წყალობა რაღაცა არ არსებობს ხალხმა. აი ექიმებს შეიძლება ჩაიქნიოთ ხელი რომ всё რა გადაგიწურონ ექიმებმა იმედი რაღაცა ხრივ. ცოდეთ რომ უფალი ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა რომ ბოლო სიტყვა არის უფლისო და იცოდეთ რომ ეგ მართლა ეგი არის და ღმერთმა აგისრულოთ ყველა ის აი ეს ყველაფერი რაც მე ხა ჩამოვთვალე. ის შეგრძნებები, ის მოლოდინები და ის რეალობა რის წინაშეც მე ყველა დედა დგება. მე ის მომენტიც კაია რომ გინდა რომ მართლა ფანჯიდან გადააგდო შუაღა. ისაც რო არ გაცინებს და ვაიმე. ბარბარე მითხარ რომ არატირო. ღამი არატირო მეძინება. ხო და მაგარ არიცის რო იტირებს და გაუყვა და დაუგდებ. მე დადგეს და აჭყიტოს თვალები. ერთად. ხან ივანეს გამოუყვა, ხან და ცუდა ის ვქნიოთ. რა მაგრა გავიკეთებ, არა? პირს რო ვიგან ხოლმე ვერ ეს ჩამოშვებულები არ შეგვიძლია. წავედი მე მგონი მოვიდა ჩემი რიგი და აღარ დაბრაცულობს ლაშადაბლა. დავიბარო პირი. ოღონ ამის გარეშე ვერ ჩავალ. გუშინ ხო უთო გამეკეთე მეთქი დღეს უთო რა უთო. გუშინ დილით დავაუთო, კარგად, აი ხარ მომავალ ცოტას დავაუთო. სულ ცოტას. ხო და ის რაღაცებსაც ავკრიფო, რომელსაც უთო არ უნდა. ასე რომ დანარჩენს ხვალ მივხედავ ნელა. რამოდენ რამე დავგეგმე ხვალ. იმიტომ რომ შაბათი კვირა ამოვიღე საქმის რაციონიდან აუცილებლად ტაძარში უნდა ვიყო. აუცილებლად. ეს არის საშუალო ეს კაფა იკვირწლება. და გუში რო გავდიოდი, აი ესე ნახეთ. აი მოვაცალე რა. იმიტომ რომ ეს უნდა ჩავიცო სამსახურში და მარშრუტკაში ხო უნდა ავიდე და აი ესე აღარა აქვს უკვე. ჯანდაბას ეს რამდენჯერმე და მე სახში ჩავიცმე ხო ისედაც ხა დრო მოიწურება ამ თბილის ჩასაცმელს, მაგრამ რა ვიცი. შარშან სექტემბერში ციო და მაგრად მახსოვს ოქტომბერში ხო ციო და ანუ სადღაც აგვისტოს 2 კვირა თუ 3 კვირა იყო ცხელი და ნაჩვენ ჯემპრებით დავდიოდი ხოლმე. აი ეს ხალათი არ ჩამიდია იმაში. ზოგადად ხო არ ავდებ ხოლმე.
ხო, ისა, ხალათზე რო გითხარით, უნდა გამოვიწერო მეთქი და რაღაცა არ ჩანს პასუხი, ამიტომ ხვალე თუ შევძლებთ, ვიყიდოთ ეს ხალათიც. კაი, ეგ ოქრად. და ერთი სული მაქვს მოვიდეს თვის ბოლო. ერთი სული მაქვს. ნუ წავიდეთ და ნახოთ ეს ბავჩი ვინ არის. წავედი, აბა ბედნიერი დღე, ყველას ხალხნო. გვიზარება, მაგრამ მივდივართ. რა პრობლემა? არანაირი. აბა, წავედი. ჩემი რიგი მოვიდა. წყალი გათავისუფლდა.